თავისუფალი დემოკრატების ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის დელეგატებმა კონფერენცია საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართეს, რომელიც ჰიმნის აკომპანიმენტებით გაიხსნა. პარტიაში არსებულ მდგომარეობაზე და მათი მუშაობის შეჯამებაზე პარტიის რეგიონულმა კურატორმა თეიმურაზ ცალუქვაძემ და ორგანიზაციის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრეს. უნდა ითქვას, რომ გურიის ორგანიზაციებმა თავისუფალი დემოკრატების ძალიან კარგად იმუშავა მთელი წინა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში და 1 ოქტომბრის გამარჯვებაში მათ თავისი წვლილი შეიტანეს, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ. მას შემდეგ გასული არის უკვე დაახლოებით 8 თვე ადამიანებთან ჩვენ მუდმივ კონტაქტს ვაგრძელებთ, ვინარჩუნებთ, იმიტომ რომ გამარჯვების შემდეგ ახალმა მთავრობამ, კოალიციამ, ქართულმა ოცნებამ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმის წამოიწყო, მაგრამ ჩვენ მუდმივად ხვდებით ხალხს, მათ შორის როგორ მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის პროგრამა, რა ხდება სოციალურ სფეროში. პრობლემები უნდა ითქვას, რომ მაინც ბევრი არის, ყველაფრის ერთიანად გადაწყვეტა არ ხერხდება, ამიტომ ჩვენ როგორც პოლიტიკური პარტია პასუხისგებლობას ვგრძნობთ ყველა იმ საკითხის რეალიზაციის და პრობლემების გადაწყვეტის თაობაზე, რომელიც ჩვენი მოსახლეობის წინაშე დგას. დღეს გურიაში ჩვენ მართავთ გურიის რეგიონალურ კონფერენციას. ეს არის ჩვენი განრიგით მეოთხე რეგიონალური კონფერენცია. ჩვენ საუბრობთ იმ პრობლემების შესახებ, რა პრობლემებიც დღეს არსებობს, იმ დიდი პასუხისგებლობის შესახებ, რაც კოალიციაში შემავალ პარტიებთან ერთად ჩვენ ავიღეთ, თუ როგორ მიმდინარეობს ეს საკითხები, რა მიმართულებით არის გასაძლიერებელი მუშაობა. Აი საკითხები არის ძირითადად ის საკითხები, რაზე ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას. თქვენ იცით, რომ წინ ჩვენ გველოდება თვითმმართველობის არჩევნები 2014 წელს, ამიტომ სამზადისი პარტიული მშენებლობის საკითხები ეს არის როგორც ორგანიზმი, ეს არასდროს არ ილევა, ასე ვთქვათ, ეს არის ყოველდღიურ რეჟიმში. ამიტომ აი ეს ამ საკითხებთან პარტიული მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით არის კონფერენცია. შეხვედრების ციკლს თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები საზოგადოების წევრებთან სხვადასხვა რეგიონში კვლავ გააგრძელებენ.